მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, გავაგრძელოთ თემა მატრიცის გამოთვლა და აუცილებელი მოთხოვნილებები რა უნდა იყოს მატრიცაში ამოსული თუ კი ადამიანს აქვს რჩეულის ხაზი ზეციურთან კავშირი. მოდი ამაზე ვისაუბროთ დღეს და მანამდე მოგიყვებით სანამ შემომიერთდებიან. მოგესალმებით, ორი ადამიანი უკვე შემომიერთა და პირდაპირ დავიწყებ თემას. გუშინდელი განცხადების შემდეგ არა 1 და არა 10 და არა 20 უამრავი ადამიანი დამიკავშირდა და უამრავი ადამიანის მატრიცაში მომიხდა ჩახედვა. მე მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჯერ არ გამომითვლია მატრიცა, რომელიც დამიკავშირდა გუშინ, დღეს გაგრძელდება. დღეს იმდანად ბევრი დრო არ მაქვს, რომ ეს საკითხი გავაგრძელო დილიდან საღამომდე, არამედ მაქვს რაღაც მონაკვეთი, სადაც შემიძლია ისინი გამოვითვალო და ვისაც ვერ დავუკავშირდი, ან არ დავუკავშირდი, ან გამომრჩა, ძალიან გთხოვთ მომწეროთ Facebook გვერდზე, მეგობრებო, YouTube-ერებს ვეუბნები, Facebook გვერდზე, Messenger-ში, დაგილინკავთ. აი, უკაცრავად ეხლა მირეკავენ და გაუგზავნი მესიჯს, რომ გადმოურეკავ. მოკლედ, ერთი სიტყვით, მეგობრებო, ძალიან უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, წარმოუდგენელი რაღაც ხდება. ესე იგი, დაახლოებით 50 ადამიანის 50 დაახლოებით რა, ეხლა არ დამითვლია ზუსტად, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფურცლები გამოვიდა, რომ თითო ფურცელზე 2 ადამიანი ეტევა და წარმოიდგინეთ ხა რამდენი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთი იყო არ არჩეული. დანარჩენი ყველა იყო ან გამომუშავებული რჩეული, ან დაბადებიდან რჩეული და ან კიდევ ექსტრემალურ ვითარებაში ყოფების დროს რჩეული ხაზით. ძალიან საინტერესოა, მეგობრებო. ნახეთ, ეხლა მე აგიხსნით დაახლოებით აი მოვძებნი ახლა ჩემს მატრიცას. სპეციალურად მოვამზადე სურათიც გადავუყე, რომ როგორ გამოიყურება მატრიცა, ხომ? აი ეს ეხლა როგორ ამოვატრიალო, აი ესე ნახეთ რა. არა ეს ჩემი არ არის, უკაცრავად ვიღაც ის არის. ჩემი, სად არის ჩემი? ჩემი მატრიცა. კარგი, მოდი, სხვისი განვიხილოთ და აი ეს გავაკეთოთ. მაგრამ იცით როგორ არის? არა მაქვს უფლება რომ სხვისი განვიხილო. ანუ სხვა ადამიანის განვიხილო. მოკლედ, ჩემ მატრიცაზე სურათი არ გადამიღია, რატომღაც მეგონა რომ გადავიღე. მაგრამ როგორც ჩანს, არ გადამიღია. არა უშავს. ესე აგიხსნით. მატრიცის გამოთვლა ხდება ასე, მეგობრებო. დაბადების დღეს, აი მაგალითად, ჩემი დაბადების დღე 20 თებერვალს 02-ს და 1985 წელს უმატებ ერთმანეთს. ჯამს კრებ, მაგალითად, 2-ს მიუმატებ 2-ს, მეორე თვია, ხომ? 2-ს მიუმატებ 1-ს, მიუმატებ 9-ს, მიუმატებ 8-ს, მიუმატებ 5-ს და ჯამი რაც გამოდის, იმას დაიყვან 1 ციფრა რიცხვზე. გამოვიდა, მაგალითად, ჯამი პირობითად ავიღოთ 25, ამ 25-ს წერ და შემდეგ აი ამის ჯამს წერ. 2-ს მივუმატოთ 7 არის 2-ს მივუმატოთ 5 არის 7, ხო? კარგი, 2-ს მივუმატოთ 7 არის 5, ეხლა აი ამ დღეს მაგალითად დაბადებული ვარ 20 თებერვალს. 20 რიცხვის პირველი ციფრი არის 2, ხომ? 2-ს ამრავლებ თავის თავზე და გამოვაკლებ იმ ჯამს, რომელიც მიიღე საერთო ჯამში შენი დაბადების წლის ჯამიდან, ხო? 25-ს გამოვაკლებ მაგალითად 4-ს. 25-ს გამოვაკლებ 4-ს და წერ 21 და 21-ის ჯამი არის 3.
აი ეს მონაცემები არის მთლიანად ის მონაცემები, რაც შემდეგ შექმნის შენს მატრიცას. მაგალითად, აქ დაითვლი რამდენი ერთიანია, რამდენი ორიანია, რამდენი სამიანია, რამდენი ოთხიანია, რამდენი ხუთიანია, ექვსიანია, შვიდიანია, ოთხიანია და ცხრიანია, ხო? და ჩამოწერ სამ ციფრა ტაბულაში. შენ თუ ამოგივა ამ ტაბულაში, ესე იგი 2, 5, 7-ის ხაზი, მაგალითად ორიანიც ყავს, ხუთიანიც ყავს და შვიდიანიც ყავს, ხომ? მაშინ შენ დაბადებიდანვე ყოფილხარ უკვე რჩეულად განწირული, ხო? განწირულს ვიტყვი, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს გონია რომ რახან რჩეული ადამიანი ბედნიერი ცხოვრება აქვს. ყველაზე რთული ცხოვრება აქვს რჩეულებს და ყველაზე რთული დავალებები ეძლევათ რჩეულებს და აქედან გამომდინარე მე ესეთ ხალხს ზუსტად ვეკონტაქტები და ესეთი ხალხი მეკონტაქტება მე, რამე თუ ადამიანები, რომლებიც გაიარეს უამრავი გამოსა ცხოვრებაში და ჩამოყალიბდნენ უკვე ქრისტეს მებრძოლებად მე ესე დავარქმევ, ისინი აუცილებლად გაიგებენ იმ სიტყვებს მე რასაც საუბრობ. ამიტომაც გუშინდელი დაახლოებით 50 კაციდან ერთი იყო მხოლოდ არარჩეული. და დანარჩენი, ანუ არ გეგონოთ ეხლა რომ არარჩეულები ჩვენზე უფრო ნაკლებები არიან, რჩეულებზე ნაკლებები არიან, ან რჩეულები ნაკლებები არიან არარჩეულებზე. არა, მეგობრებო, აქ არის გადანაწილება როლების. აქ უნდა გავიგოთ აუცილებლად და მივხვდეთ თუ რას ნიშნავს ჩვენი აქ მოსულობა დედამიწაზე, როდესაც ჩამოდის სული, ხო, რა დავალება აქ მას. დაბადებიდანვე იმდენად გაურკვევლობაშია ეს ვითარება სისტემამ, ისე დაშალა ეს ღვთიურობა, რომ ადამიანი ვეღარ აბავს კავშირს და თუ აბავს, იცით რას უშვებიან ასეთ ადამიანებს? უმრავლესობას სვავენ საგიჟეთში და ჭყიპავენ ფსიქოტროპულის წამლებით. ეხლა მე გეტყვით ეს რას შვება. როდესაც ადამიანებს აი ესეთი მონაცემებით წარმოიდგინეთ, ნიჭი აქვს ადამიანს, დაჯილდოვებულია ნიჭით, ეს არის იმიერ სამყაროსთან კავშირში. და აი ამ ნიჭს იღებენ და ერთი ხელით გადასმით ამ ხალხს ამ წამლებით უკარგავენ ამ ნიჭებს. რა თქმა უნდა, ეს ნიჭების შემდეგ ისევ აღდგება, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, როცა დაბადებიდან უკვე ღმერთმა დაგანათლა ეს, რომ შენ ხარ მასთან კავშირში და აქ ჩამოსული როცა ხარ და საზოგადოება გეუბნება, რომ შენ, იცი რა, რაღაც არანორმალური ხარ, მოდი იქნებ ეს შენი ფსიქიკური მაღალი ფონი ცოტა დავადაბლოთ და ადამიანებს პირდაპირ უჭრიან ამ ხაზს. ეხლა რა ხდება, გუშინ ძალიან მაგარი დღე მქონდა რა, ისეთი უცნაური, რატომღაც შემს მეუღლებს ვკითხე რომ ხომ არ იცი მეთქი ფილმი ნანახი გაქვს თქო, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. და ჩემს მეუღლეს არ ქონდა ეს ფილმი ნანახი და მოდი მე თქვი ძალიან ახალგაზრდობაში მაქვს მე ეს ნანახი და კიდე მინდა რომ ვუყურე და ვუყურეთ ამ ფილმს. საოცარი ფილმია, მეგობრებო, ყველას გირჩევდით რომ ამ ფილმს უყუროთ და ნახავთ სისტემა როგორ აფუჭებს ადამიანებს, რომლებიც არიან ცოტა სხვანაირები. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასებში არიან, მასებიდან რჩეული არიან მხოლოდ ცოტანი, ხვდებით? და აი ამ ცოტაზე ეს მასა ვერ უგებს. ამიტომ რაღაცა სახელი ხო უნდა დაარქვას და ანიჭებს აი ამ სახელს. გარეკილი, ცოტა უცნაური, რაღაცნაირი, აი ვერ უძებნის სახელს და ამიტომაც არ ქონს ასე. აი ეს მაიკა, მეგობრებო, love is why we are here, ხო? სიყვარულია რატომაც ჩვენ აქ ვართ დედამიწაზე. მაქვს უკვე დაახლოებით ალბათ გავიდა 15 წელი რა, თუ მეტი არა. 15 წელია ეს მაიკა მაქვს და გაიწელა, რა ვიცი, დაიხა, მაგრამ არ ვაგდებ, იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანები არსებობენ, რომლებიც დედამიწაზე ჩამოდიან სხვადასხვა მისიით. რჩეულები აუცილებლად ჩამოდიან აქ დიდი სიყვარულის მისიით. ნახეთ, სიყვარული არ არის ის, რომ ქალვას შორის შეიქმნას რაღაცა და შეერთდნენ და ეს სიყვარული არის ადამიანების სიყვარულის მიზნით ჩამოდიან აქ. რჩეულები არიან ის სულები, ის გამოცდილი სულები, რომლებმაც დედამიწაზე იტანჯეს
აღარ უნდათ აქ ჩამოსვლა, არავითარ შემთხვევაში აღარ ჩამოვიდოდნენ, მათ რომ არ ჰქონოდათ ეს დიდი სიყვარული კაცობრიობის მიმართ. თქვენ თუ რას გულისხმობ აი ამ სიტყვებში, როდესაც ნახავთ ან ვისაც უკვე ნანახი გაქვთ, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, პირდაპირ მიხვდებით. ხომ? აი პროტაგონისტი, რომელიც სახგონებაზეა და რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, მიკრული მიზეზების გამო საგიშეთში ხდება, იქ ხედავს რა ვითარებაც არის. ამ ადამიანს შეუძლია დატოვოს ეს ადგილი ორჯერ, სამჯერ, მაგრამ არ ტოვებს. იმიტომ რომ არ შეუძლია ეს უსამართლობა მიატოვოს, მიაგდოს და წავიდეს თვითონ თავისუფლად, ხომ? იმან უნდა მოაგვაროს იქაურობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ მატრიცაში, ამ ფილმის მატრიცაში ცუდად მთავრდება, არა happy end-ით მთავრდება ეს და წავიკითხავ მე თქვენ კომენტარებსაც და ამიტომ ძალიან დავითრგუნე, გული მეტკინა, როგორც დამთავრდა ეს ფილმი, აღარ მახსოვდა მე ეს ბოლო, მაგრამ ნუ ეხლა ფაქტი სახეზეა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დედამიწაზე ჩამოდიან და ამ ვითარების, რომელი ვითარებაც არის ურჩხულესებრი ვითარება, ხო, დედამიწაზე შექმნილი შეცვალონ. აი ასეთ ადამიანებს საბოლოოდ ამთავრებენ იმით, რომ თუ ვერაფერს მოუხერხებენ, ან მოკლავენ, ან ტვინს ამოაჭრიან, ან კიდე დაატყვევებენ. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც არიან რჩეულნი, ხო? მათ მონაცემებში ჩანს, რომ რჩეულნი არიან, მათ სხვადასხვა ეტაპების გავლა მოუწევდათ ცხოვრებაში. მოუწევდათ ან მოუწევთ, გააჩნია ხა რა ასაკის არის ადამიანი, ხო? და აქ დარიგება სჭირდებათ მათ, აუცილებლად დარიგება სჭირდებათ, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ამ რჩეულობას დაბადებიდანაც დაენიჭა, მიენიჭა, კარგავს შემდეგ ექსტრემალურ ვითარებებში. და ეს რომ არ მოხდეს, აქ არის რაღაც რჩევები მატრიცაში, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ განვიხილოთ. ვიღაცამ მკითხა, რომ არის თუ არა ეს ფასიანი. მინდა გითხრათ, მეგობრებო, რა, როდესაც ჩვენ რჩეულებზე გვაქვს საუბარი, გააჩნია ხა ვის რჩეულებზე, ზოგი სატანის რჩეულია და ზოგი ქრისტეს რჩეულია, ხომ? თუ ჩვენ ქრისტეს რჩეულებზე გვაქვს საუბარი, იქ არავითარ შემთხვევაში ფული არ გაივლის მათ შორის, ხვდებით? ანუ, ნახეთ, რასაც ვამბობ, ხომ, პირდაპირი მნიშვნელობით, აი, უნდა იაზროვნოთ, ისე უნდა გაიგოთ. ანუ როდესაც რჩეულს უკავშირდება რაღაცა დარიგების მიზნით, ხომ? მათ შორის თუ ფულმა გაიარა, ის რჩეული ვეღარ იქნება. თუ რჩეულმა, თუ მაგალითად მოჩვენებითი რჩეულები არსებობენ და გეუბნებიან, რომ აი მე დაგარიგებ შენ, გასწავლე ამას, სახელს გადაგიკეთებ, იმას უფრო კარგ სახელს მოგცემ, რომ შენთვის კარგი იყოს, რაღაცეები რა, უამრავი ჯადოქარი დადის ამ დედამიწაზე. და გთხოვ სანაცვლოდ ფულს, იცოდეთ, რომ ის არასდროს არ არის ქრისტეს მსახური. და ვერასდროს ვერ გახდება ქრისტეს მსახური, თუ კი ის გეტყვის, რომ ფული მჭირდება ამაში, ამდენი და ამდენი. მეორე ვარიანტი არსებობს, თუ შენ მიხვედი რჩეულთან და მან მოგცა დარიგება და შენ გრძნობ თავს რაღაცა დავალებულად, არც ეს არის სასიამოვნო მომენტი და შენ თუ გააქვს იმის შეგრძნება, რომ აი შენ გინდა ამ ადამიანს შენი ინიციატივით რაღაცა გასცე, ხომ? ეს სხვა საკითხია. აქ არც მოთხოვნა ფულის და არც აუცილებლობა, მაგრამ შენი შინაგანი გეურემება, რომ ეხლა ეს ენერგია, ვთქვათ, ვალში რომ არ დავრჩე ვინმესთან, გავანეიტრალო. ეს სხვა საკითხია. ამ დროს რჩეულმა თუ მიიღო თანხა, არც ეს აშორებს ქრისტეს, ხვდებით? იმიტომ რომ ქრისტე შეწირულობებს იღებდა. აქედან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში თუ უხერხულად გრძნობ თავს და არ გინდა იმიტომ მოსვლა ჩემთან, რომ მე დავალებული იქნები ჩემთან, ხო, რაღაცით. შეგიძლია ამ ხერხს მიმართო, ან თუ შენ ფიქრობ, რომ არაფერ ვალში არ ხარ ჩემთან და ეს აუცილებელი მოთხოვნილებაა და ჩვენ სამყაროსთვის, აი ამ სისტემის განგრევისთვის ერთად ვიბრძვით, რა დროს ფულია, ხო? რა დროს ფულია. აი ახლა მოდი წავიკითხოთ. რა ხდება? ერთი წუთით რა ხდება? გავარკვიო რა ხდება. ბავშვებო, რა ხდება? რატო ტირი ხართ? აჰა, კაი. კაი, მაშინ შევა გავაგზელებ. აქედან გამომდინარე, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ახლა ყველას ვერ მოგწერეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი
ის სამუშაოც არ ქვია ამას ძალიან ბევრი დავალება მომაწვა უცბად და შეუძლებელია ამდენ ადამიანს ერთდროულად უპასუხო, მაგრამ აუცილებლად ჩავყვები და ყველას გიპასუხებთ მე ამ და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ნუ მწერთ ამას საჯაროდ, პირად შემომწერეთ თქვენი მონაცემები, იმიტომ რომ ნახეთ, მე კი შემიძლია ეს ყველაფერი წავშალო, მაგრამ სამუშაოა, გესმით, ანუ დროს მოითხოვს და თქვენს მონაცემებს რომ საჯაროდ აქვეყნებთ, ჩემს გარდა, ხო? კიდე იცით რამდენი ადამიანია, რომელიც იცნობს ამ სფეროს, ჩემნაირი კეთილი არ არის, ისინი იყენებენ ამას ცუდი მიზნებით. ამიტომ საჯაროდ მე გირჩევდით, რომ არ მომწეროთ თქვენი მონაცემები დაბადების წელი, თვე და რიცხვი. და თუ კი მოწერილი გაქვთ, შეგიძლიათ თვითონვე წაშალოთ ის კომენტარები და პირადში მომწეროთ. პირადში მოწერილით უფრო დაცულია და უფრო მეტადაც დარწმუნებული იყავით, რომ არ გამომრჩება თქვენთან მოწერა. ეხლა მე წავიკითხავ აქ კომენტარებს. კომენტარები. აკაკი წაკაძე წერს, თამარ გამარჯობა, შეგიძლიათ ჩემი გამოთვალო? რა თქმა უნდა, შემიძლია ყველასი გამოთვალო, ოღონდ პირადში მომწერეთ მესენჯერში. ვიღაცამ მკითხა მესენჯერი გაქვსო და რატომღაც წავედი სხვა გზით რა მესენჯერი. უცბად მესენჯერი რა თქმა უნდა Facebook-ში მაქვს. მაგრამ ვუპასუხე რომ არ მაქვს მეთქი და ნუ მესენჯერი მაქვს მეგობრებო და მესენჯერში მომწერეთ. მე მეგონა რაღაც ესეთი Viber-ი და ასეთი რაღაცა. უცბად მაგ მხრივ წავედი და მე მგონი არასწორად მივწერე და ვეღარ პოულობ იმას, სად მივწერე, როგორ და ეხლა გავაჟღერე. მოდი ეხლა კიდევ წავიკითხოთ კომენტარები. რაღაცა მომწერა თამარ იონი. ფილმი არ მაქვს, წიგნი მაქვს, ეგ წაკითხული ადრეს სტუდენტობისას ძალიან დიდი შავეჭდილება მოახდინა, მაგარია ფილმი. ფილმიც ძალიან მაგარია, ანუ ძველი არის ცოტა, მაგრამ მართლა კარგად არის გადაღებული რა, ანუ მე ძალიან, რა ვიცი, მე ძალიან დამთრგუნა კიდევაც, მაგრამ მომეწონა კიდეც რა, ანუ ძალიან კარგი ფილმი. ხო, კიდე რა შეიძლება? რა კომენტარები მეტი არ არის, ჩემი უსაყვარლესი ფილმი, ძალიან ტრაგიკულია მართლაც, ხო, ძალიან ტრაგიკული ფილმია და რეალობასთან ძალიან კარგად არის რეალობა ასახული, რა რეალობაში ვცხოვრობთ, რა მატრიცაში ვცხოვრობთ, გესმით? და არ შეცვლა არაფერი, იგივე არის დღესაც. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ჩვენი ერთად ყოფნა, აი, იქ იმ ფილმში, ხო? თითქმის ის ისაუბრა, რასაც მე ვსაუბრობ რა. იმ ფილმში როგორც ცდილობს ეს პროტაგონისტი, რომ ერთობა აი ამ ნახევარ გიჟი. ეხლა ჩათვალეთ, რომ ესენი მართლა გიჟები არიან, მაგრამ იცი როგორ ჟღერს ეხლა ნახე, ჟღერს ესე ნახე, თუ ადამიანს დაარქმევ გიჟს, ის თავის თავსაც გიჟად ჩათვლის, მაგრამ თუ ადამიანში დაინახავ პოტენციალს, ხო? ის თავის თავშიც პოტენციალს დაინახავს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სისტემა ისეა, რომ კატეგორიებად ახარისხებს ხალხს. უამრავი ადამიანი, ვისაც შევხვდი, გამოცდილება აქვს საგიჟეთში ყოფნის. რატომ? იმიტომ რომ ის იყო ძალიან კავშირში ზეციურთან, მაღალ სიხშირეებზე, ეს მისმა გარემომ ვერ გაიგო და შეაფასა როგორც უცნაური მოვლენა. და ამ ადამიანებისთვისაც უფრო ადვილია მერე კონტაქტი დაბალ ვიბრაციულ ადამიანებთან, როდესაც ისინი ტაბლეტებს იღებენ. იმიტომ რომ დაბალ ვიბრაციებზე დადიან ისევ. და უადვილდებათ მერე კონტაქტი ჩვეულებრივ მომაკვდავ ადამიანებთან. მინდა გითხრათ, რომ რჩეულები არ არიან ჩვეულებრივი მომაკვდავი ადამიანები. ისინი არიან უკვე სიცოცხლეში გადაზრდილი ადამიანები. რასაც ქრისტე ამბობს, რომ ჩვენ არ ვკვდებით, ჩვენ მივდივართ მამასთან. აი ამის გააზრებას ახერხებენ ისინი. და ნახეთ როგორი რამეა ეს ადამიანები, აი უმრავლესობა ვინც არ არის ახლა არ აქვს გამოვლილი, სულს არ ქონა მოთხოვნილება რომ საგიჟეთი გამოერა და ვისაც არ აქვს ეს გამოვლილი, ცოტა სხვა ფორმით უდგება ამ სამყაროს და მათ თვალებზე ეტყობათ, რომ ისინი არიან განსაკუთრებულები.
და ჩვეულებრივი მომოკვდავი ადამიანისთვის ეს თვალები არის ცოტა დამაბნეველი და შეიძლება თვალებში ვერ შეხედონ ამ ადამიანს, გაუჭირდეთ ასეთი ადამიანის თვალებში შეხედვა და რაღაცნაირი ესეთი კომპლექსები, შინაგანი კომპლექსებიდან გამომდინარე დაეწყოთ თვალის ცეცება. აქედან გამომდინარე რჩეული ადამიანი, რომელიც შინაგანად ხვდება, რომ აქ რაღაცა არასწორია, ხო, მე ვუყურებ ადამიანს, ის ვერ მიყურებს თვალებში, ხო? თავს გრძნობს რაღაცნაირად შერცხვენილად, ანუ დავალებულად და ცდილობს, რომ მისი სისუსტე თვითონვე გაანეიტრალოს. აქედან გამომდინარე, მისი თვალის დაბლა დახრა მეორე ადამიანმა შეიძლება მიიღოს როგორც იმათ რა ნახე ან უვიცობად ან მასზე მაღლა დააყენოს თავი, იმიტომ რომ მან თვალით დაბლა დახარა, ეს ენერგეტიკულადაც იგრძნობა, როდესაც თვალს დაბლა ხრი, ენერგეტიკულად შენ დაბლა ეშვები, ხვდები რომ ის ადამიანი ვერ გიძლებს, ვერ უძლებს შენ ენერგეტიკას და რაღაც სხვანაირდები, ტრანსფორმირდები, ეს აქვთ ამ რჩეულებს აქვთ ამის უნარი, უმრავლესობას. და შემდეგ როგორ ხდები, იცი? აი შეიძლება თავში კი ჩაგარტყან ესეთმა ადამიანებმა, რომლებსაც თავი დაუხარე. მაგრამ არა უშავს. ეს უნდა ვისწავლოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ეს გზა გავლილი მაქვს მე ბავშვობიდან დღემდე და ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა მოუაროთ ამა თუ იმ ვითარებას. ეს უნდა ისწავლოს ადამიანი. თუ არ ისწავლა, დაჩაგრულია. შეიძლება როგორც აი ამ ფილმშია, ყველას თავი ეგონოს რაღაცა უნარო, უაზრო, არა სრულყოფილი და ასე შემდეგ. ხვდებით? არა და ყველაზე სრულყოფილები არიან სწორედ ისინი, ვისაც ეს ხაზი აქვს. ზეციურ სამყაროსთან კავშირი შეუძლია. ჩვენ წარმოგიდგენიათ გუშინ ერთ-ერთი ქალბატონი მიყვება, რომ მე მქონდა ეს თვისებები და საბოლოო ჯამში, როდესაც მივედი ეკლესიაში, ვიცი რა, ვერ გაარკვიეს, ბოროტისგან მოდიოდა თუ ზეციდან მოდიოდა. გესმის, ეკლესიამ ვერ გაარკვია. წარმოგიდგენია, რომ ეკლესია ვერ გაარკვევს, საიდან მოდის ეს ენერგია, ზეციურია თუ ქვესკნელიდან, ანუ ბოროტის ესენია. თუ ეკლესიამ ეს ვერ გაარკვია, თუ სასულიერო პირებმა ეს ვერ გაარკვიეს და არიციან საიდან მოდის, აბა ვინ ჯადოქარმა უნდა გაარკვიოს? წარმოგიდგენია ეხლა როგორი რამეა, იცი? მე ძალიან მინდა რომ სასულიერო პირები ამ დონეზე იყვნენ ამოსული, რომ პირდაპირ ერთი ნახვით ხედავდნენ საიდან მოდის და როგორ მოდის ეს ენერგია, რომ ადამიანი, როდესაც დაინახავენ პირველივე ნახვაზე, იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ ისინი ზეციურთან არიან კავშირში, მაგრამ არ ხდება ესეც. სამწუხაროდ, მე ძალიან მინდა რომ ეგრე იყოს, მართლა. მე მინდა რომ ყველა სასულიერო პირი ამას იცნობდეს და ხედავდეს, არა მხოლოდ იცნობდეს, არამედ ხედავდეს კიდეც. თვალხილულის დონეზე ხედავდეს. ამისათვის საჭიროა პრაქტიკები და ცოდნა. არც ერთი მათ არ აქვთ. რატომ არ აქვთ? იმიტომ რომ სემინარიაში ასწავლიან მხოლოდ ნაგავს. გესმით? და რაც კარგია და რაც აუცილებელია და რაც აუცილებლად საცოდინარია ამ კაცობრიობისთვის, იმას დაფარულში სწავლობენ მხოლოდ გარკვეული წრის წარმომადგენლები, თუნდაც სემინარიაში. რატომ? ყველამ უნდა იცოდეს ეს. სრულიად ამ დედამიწაზე ეს ხელოვნება ყველამ უნდა იცოდეს. ახალი კომენტარებია. მატრიცა ვერ მოიცადა ერთი წუთით, მატრიცა ვერ ხედავს და მათ ვისი ვიბრაცია არის ასული 5 ჩაკრაზე და უფრო მაღლა. აქ მთავარია მაქსიმალურად ემოციის მართვა. ადამიანი რაც უნდა მაღალი სულიერების მატარებელი იყოს, თუ ვერ ფლობ ემოციას, მისი ვიბრაცია ვარდება. ამას უკვე მატრიცა კითხულობს, ასევე მის სულიერებას და ძალღონეს არ იშურებს. ეს სული ამყოფებს ემოციურ არამდგრობის პოზიციაში. თამარა, ნახე თამარ როგორი რამეა? კი, მატრიცა ხედავს ამას, მაგალითად, ვისაც გააჩნია დიდი მენტალური ძალა, ეს მას ბევრი ორიანი ყავს, ვისაც არ გააჩნია დიდი მენტალური ძალა, მას ყავს დაბალი ორიანები, ანუ ერთი და შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ორიანი.
თუ საერთოდ ორიანი არ ყავს, ის ვერ აბავს კავშირს ზეციურთან, თუ ორიანი ყავს, ერთი ის აბავს კავშირს, მაგრამ მისი კავშირი შეიძლება მისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდეს და დაბალ ვიბრაციებში არ ჩავარდება, მაგრამ გადაიწვება. გესმით? ამიტომ მან უნდა აკონტროლოს, როგორც თქვი, კი, უნდა აკონტროლოს თავისი ზეცასთან კავშირი. ნახე, ზეციური იმდენს გაძლევს და იმდენს ტვირთავს შენში, რამდენსაც შენ მოითხოვ. და შენ უნდა იცოდე, რომ შენი ჭურჭელი არ დააზიანო, რამდენი ინფორმაცია ჩამოტვირთო. გესმის? აქედან გამომდინარე, შენ კარგად დაინახავ მატრიცაში, რამდენი მენტალური ძალა გაქვს ამისათვის. ზეციურთან კავშირს მენტალური ძალა სჭირდება, ფიზიკური ძალა ამას არ სჭირდება. თუმცა ფიზიკური ძალის მენტალურში გადატანა შეიძლება და ამისი ტრიუკები არსებობს და ასევე მენტალური ძალის ფიზიკურში გადატანა შეიძლება, თუ კი ადამიანს ფიზიკური ენერგია არ მოყვება თან. გესმით? ანუ აქ ბევრი საინტერესო ნიუანსია მატრიცაში. თუ როგორ რანაირად მოვახერხოთ. აი მაგალითად ადამიანები, რომლებიც სტრესულ და ექსტრემალურ ვითარებაში იღებენ აი ამ ზეციურ კავშირს, ნახე, ანვითარებენ ამ კავშირს ასეთ გარემოებში. არა აქვთ დაბადებიდან, მაგრამ ექსტრემალურ ვითარებაში უვითარდებათ მათ, ესე იგი, მენტალური ძალა. ზოგი კარგავს ამ მენტალურ ძალას, ლოგიკურობას და იცი რა არის, აი ადამიანები, რომლებიც ექსტრემალურ ვითარებაში მოხვდნენ, თუნდაც ოჯახური უთანხმოებების გამო, თუნდაც აი მოუხდათ წასვლა სადღაც საზღვარგარეთ და მუშაობა ისეთ ვითარებაში, რომ ექსტრემი იყო მათთვის, ან ოჯახური კი არა და ესეთ ექსტრემალურ ვითარებაში არიან, რომ უწევთ ისეთ სამსახურში ყოფნა, ან ისეთ ვითარებაში ყოფნა, რომ მათთვის წარმოუდგენელია და რაღაცა ზღვრის გარღვევას წარმოადგენს. აი ამ ვითარებაში ეს ადამიანები თავს დაჩაგრულად კი არ უნდა გრძნობდნენ, მათ ეცოდინებათ, რომ ეს ვითარება რომ არ ყოფილიყო, მე ვერ გავაბავდი კავშირს ზეცასთან. გესმით? მე არაერთი ვნახე გუშინ სწორედ აი ამ ხაზით, რომ ექსტრემში გამოუმუშავდეთ მათ ზეცასთან კავშირი. და თუ არ იქნებოდათ მათ ექსტრემი, ჩემი სიტყვები მათთვის წარმოუდგენელი და გაუგებარი, ჩინური იქნებოდა ერთი სიტყვით რა. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ უამრავი გუშინ ვინც დამიკავშირდა ყველა რჩეული, იმიტომ რომ სხვა ვერც შეხედავს ჩემ ვიდეოებს. სხვა ადამიანი ვერ გაიგებს მე რას ვლაპარაკობ. გიჟად შემრაცხავს, არანორმალურად შემრაცხავს, რამდენი დავბლოკე უკვე YouTube-ზეც და აქაც, ფსიქიკურად საწყალი მიწოდა ერთმა, უიო მაგასო ერთს უპასუხა, მაგასო ძმაო ბერი ყავსო და ეს საწყალიო ფსიქიკურად შეშლილი არისო ჩემზე თქვა. ნუ პირდაპირ ფილმი რა, გუში რაც იყო. ხო და ფსიქიკურად შეშლილი არისო და ესე ვითომ მითანაგზნო და ვითომ იმას პაცუხი გასცა. მამას რატო განიკითხაო და თუ კარგად მოისმენს, არც მამას განმიკითხავ, არც ვინმეს განმიკითხავ ჩემს ვიდეოებში, კარგად დაიმახსოვრეთ რა, გუშინ კიდე საუბარი მქონდა ერთთან და იცი როგორ შანსო შენი საუბარიო, რომ მამას განიკითხაო და მე არავის მამას არ განმიკითხავ, კარგად მოისმინეთ 3-ჯერ და 4-ჯერ. მე შემომაქვს ახალი ცნობიერება და განკითხვის ცნობიერება. განკითხვა კი არა, პირდაპირ იმას ვამბობ, რაც მოხდა. ხო? ერთმა მოკლა მეორე, დაუშვა რომ მოეკლათ. ხვდები? არავის არ განვიკითხავ. უბრალოდ შემომაქვს ახალი ცნობიერება, ახალი მამის ცნობიერება. ახალი მამის ცნობიერება არის ის, რომ ეს მამა თავის შვილს აღარ გაწირავს. მორჩა, ფინიტო. აღარ გაწირავს. გესმით? თუ კი მან გაწირა ქრისტეს მამამ შვილი, ეხლა არის მამა, რომელიც აღარ წირავს თავის შვილს. აღარ ხდება ჯვარცვა, აღარ ხდება გოლგოთას მთაზე ასვლა. ეხლა ხდება ქრისტეს დიდება. ხვდებით? ხომ ხვდებით? მატრიცა ნებისყოფას ასუსტებს, მატრიცა ნებისყოფას ასუსტებს, არა, პირიქით, ნებისყოფას კი არა ასუსტებს, აძლიერებს ადამიანს. მატრიცა არის ის, რაშიც იცდები, გესმით? მატრიცა, მოცემული მატრიცა, რასაც თქვენ დაბადების დღეს მოგცემენ, ხომ? დღეს და წელს მოგცემენ, ის მატრიცა განაგებს მერე შენს განვითარების გზას. შენ ან გმართავს ეს მატრიცა, ან შენ დაიწყებ ამ მატრიცის მართვას. გესმით როგორ არის? იგივეა ასტროლოგიაშიც. შენ ან გმართავენ ციური სხეულები, ან შენ მართავ ციურ სხეულებს. ეს
აბსოლუტურად ესია. თუ იწყებ შენი ციური სხეულების მართვას, შენ უკვე ხდები ზეკაცი. ანუ იგივე ღმერთკაცი. რასაც ქრისტე გეუბნება, თქვენგან არიცით, რომ ღმერთები ხართ. გესმით? ღმერთკაცი. და დღესდღეობით ღმერთკაცობას, კრეხილობას უწოდებს ეკლესია, რომელიც პირდაპირ ქრისტეს სიტყვებია, რომ განა არიცი, რომ შენ ღმერთკაცი ხარ? მოგესალმებით ამარ წარმატებები, მადლობა გვანცა. ჩვენ თუ ვიფიქრებთ, რომ მატრიცა ჩვენების ყოფას ასუსტებს, იმას გვაფერხებს ან რაღაცაში ბლოკავს, მაშინ ეგრე იქნება. მაგრამ ჩვენ თუ ვიფიქრებთ, მოიცა, ერთი წუთი მოიცა, ეს მატრიცა კი არის მოცემულობა, მაგრამ ნახე ქრისტემ რა მომცა მე მაგალითი, ქრისტემ ეს მაგალითი მომცა, რომ თვითონ ადამიანური დაცემული ბუნებით მატრიცით მოვიდა აქ, ხო? და მატრიცა გაარღვია. როგორ? ხო? აი ეს არის საკითხი, როგორ და ისე ზუსტად, ისე როგორც გეუბნება და გარიგებს. აუცილებლად გაეცანით, როგორ გაარღვია ქრისტემ მატრიცა. ამ საფეხურებს გაეცანით და შემოიტანე ახალი ცნობიერება, თუ კი ქრისტემ მამამისმა ერთხელაცვა ჯვარს, მეორედ ეს აღარ მოხდება. ეს არის ახალი მამის ცნობიერება. ახალი მამა, რომელიც ახალი ვითარებით ამყარებს ამ დედამიწაზე, ესე იგი 60-ს თუ სასუფეველს, არის ის, რომ ის აღარ წირავს თავის შვილს. არავის აღარ წირავს საერთოდ. მას შემოაქვს აბსოლუტურად დიდი სინათლე, რომელიც სინათლეთ სიბნელეს ანათებს. მართალია მატრიცას ვერ ტოვებს, სანამ განვითარებას არ განიცდი, ხო? დიახ, თამარ, გეთანხმები, შენ უნდა მართავდე, მაშინ ხარ ნამდვილი ღვთის შვილი, ხო? აი, იმიტომ ვამბობ, გუშინ არა ერთხელ ვახსენე ვიდეოში, თავის უფლება უნდა მოიპოვო. შენ, როდესაც აქ მოდიხარ, არ ხარ თავის უფალი. თავის უფალი ხდები მაშინ, როდესაც ჯერ შენ თავს იცნობ, მერე შენი თავის მონაცემები შენთვის ხდება ისეთი მისაღები, რომ ამას არ უძალიანდები და ამ მონაცემებს მერე აუმჯობესებ ისე, რომ მატრიცას შეავსებ და გაარღვევ, გესმით? რაც გაკლია, იმას შეივსებ და იმის გარღვევას მოახერხებ კიდეც. ჯვარცმით იცხოვრა აქამდე კაცობრიობა, ჯვარცმა აღარ არის საჭირო. კი, იმედია გეთანხმები და ამას შემოიტანენ ახლა სწორედ ის რჩეული ხალხი, ვინც ახლა იწყებს გააქტიურებას. ვინც აქამდე იყო ბორკილებით დაბმული, ვინც აქამდე იყო დაჩაგრული, ვინც აქამდე იყო დატყვევებული, ვინც აქამდე იყო გაშეშებული და მოჯადოებული, ეხლა უკვე ამის განგრევა მოხდა. მიგითხარით, რომ გახსოვთ შიმშილი რო დავიწყეთ და ამ შიმშილმა ყველაფერი გაარღვია. ნახეთ, ადრე თუ უნდებოდა შიმშილობის 40 დღე, დღეს 4 დღეც კმარა, ანუ დრო დაჩქარებულია, დრო სხვა სიხშირებზე ასული და ამიტომ ყველაფერი სწრაფ-სწრაფად ხდება. თქვენ შეიძლება ვერ აკავშირებთ, მაგრამ ნებისმიერი, აი, ვიღაცა მეკითხებოდა, რომ თამარო არ გეწყინოსო, მაგრამ დღეს რატომღაც ყველა მრჩეულებზე დაიწყო საუბარიო და რა ხდებაო? რა ხდება, მეგობრებო, და ხდება ის, რომ დრო არის დაჩქარებული. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ისეთი შეგრძნება მქონდა, ერთ სიტყვას რო ვიტყოდი, მთელი სოციალური ქსელი მაგაზე საუბრობდა მე. გერმანული და ქართული. რატომ? რამ გახსნა, როგორ გახსნა? ის კი არა, რომ მე ვთქვი და იმიტომ მოხდა. იმიტომ, რომ მე რო სიხშირეზე ვარ, ჩემნაირი კიდე 154,000-ია ამ სიხშირეზე, გესმით? ყველა რჩეული ეხლა იღვიძებს, ეხლა აქტიურდება. ამიტომ მე როცა ვიტყვი, ესე იგი იმათაც უნდა თქვან, ეს არის პირდაპირი რეზონანსი. ან იმათ ისინი რო იტყვენ, სანამ ჩემამდე მოვა ეს ხმა, მე უკვე ვთქვი ამასობაში, გესმით? ეს იგივეა, როგორც ლუიზამ რომ დაწერა თავის განცხადებაში, რომ თამარ ინასარიძე გეფარტმა მომიტანოს ბანანიო, ასე თქვა ნიკოლოზ ნარიმანმანო და სანამ მე ეს განცხადება გავიგე, უკვე მივიტანე იქ ბანანი და იქ რო ვიდექი, დედა ჩემი მირეკავს და მეუბნება რა ხდებაო, რა ბანანს მოითხოვენ შენგანო. ხვდებით რა ხდება? ხვდებით, აი რეზონანსში ვართ. კავშირში ვართ, ამ სიხშირეზე ვართ, ერთ სიხშირეზე ვართ. აქ არ არის აუცილებელი, რომ ვიღაცამ დამირეკოს, მე მითხრას, მე ვიფიქრო. აქ უკვე სინქრონში ხდება ყველაფერი. გაიფიქრა, მივიღე, გავიფიქრე, მიიღო. ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს სისტემა ისეთი იქნება, რომ მე შენი ბრძანებელი კი არ ვიქნები, ან შენ ჩემი ბრძანებელი.
ჩვენ უკვე ერთიან სისტემაში ვიქნებით, რასაც გავიფიქრებ შენთან მოვა, შენ რასაც გაიფიქრებ შენთან მოვა. ამიტომ რამდენი მწერს, რომ ერთი კვირის წინაც გავიფიქრე, შენ ილაპარაკე. 3 დღის წინაც გავიფიქრე, შენ ილაპარაკე მერე ლაივში. გესმით, ვინები არიან კავშირში? ხომ გესმით? გამოუთქმელად. შეიძლება ადამიანი არ ყავდეს 10 წელი ნანახი, მაგრამ გაიფიქროს და ჩემთან მოვიდეს ის ფიქრი, მე კიდე გამოვთქვა. ან პირიქით. ერთ ნიუანსს დავამატებ, ბოროტება აუცილებელია განვითარებისთვის, სხვაგვარად ნება და არჩევანი კარგავს ას. ხო, რა თქმა უნდა, რო არ იყოს აუცილებელი, ღმერთი ხო გააქრობდა ამ ყველაფერს, არა? ბალანსია საჭირო, მისი მართვა საჭირო. აი ნახე, თუ არ არსებობს მინუსი, პლუსი მნიშვნელობას კარგავს. თუ არ არსებობს პლუსი, კიდე მინუსი მნიშვნელობას. ამიტომ ორივეს ერთმანეთს სჭირდება. აქამდე იყო ეს კაცობრიობა დიდ დაბალ ვიბრაციებში, ანუ დიდ მინუსში გადასული და ეხლა თანდათან პლუსი იზრდება. ანუ სინათლე, ესე რომ დავარქოთ სინათლე და სიბნელე, დიდი სიბნელე იყო, ეხლა სინათლე თანდათან იზრდება. ინი და იანის სიმბოლოს რომ შევადაროთ, ინშიც და იანშიც პატარა წერტილი არის ან თეთრი და ან შავი, ხო? და აი ეს პატარა წერტილები ხან იზრდებიან და ხან პატარავდებიან. გააჩნია რომელი იქნება გაზრდილი. სინამდვილეში ყველაფერი ბალანსში უნდა მოვიდეს. ოქროს შუალედი, აი ის შუალედი, რომელიც არის იუსტიცია, ხო? ესე რომ უჭირავს ორივე სასწორი ხელებში და ბრმად თვალები რო აქვს, აი ამ დონეზე უნდა ავიდეს, რომ შენ უნდა გადაწყვიტო უკვე შინაგანი ხმით. წონასწორობა უნდა შეინარჩუნო შინაგანი ხმით. გესმით? 100% მეც ბევრჯერ დამართნია ეგ, რომ ჩემი აზრები სხვას გაუხმოვანებია. ხო? და სამაგიეროდ რა ხდება ნახე ვიღაცა, ვინც გული ვერ გახსნა და შურიანია, ის რო გაიფიქრებს და მე ვიტყვი, იმას გონია, რომ მეწავარ თუ ის აზრები, გესმის? გული ვერ აქვს გახსნილი, ვერ გახსნა იმ ადამიანმა გული. და გონია, რომ იმან გაიფიქრა და მე რატო ვთქვი? იმას უნდა ეკუთვნოდეს ეს ფიქრები და სინამდვილეში რა ხდება? არც იმისია და არც ჩემი ეს ფიქრები, ეს არის სულიწმინდის. უბრალოდ ვისაც გააჟღერებინა სულიწმინდამ, იმას გააჟღერებინა, იმიტომ რომ აუცილებელი იყო ამის გაჟღერება. და ის ჩურზე რაც დაემართა ახლა ბატონ ჯოხაძეს რა. და თან დამცინა. გესმის? რაღაცაში. იმიტომ რომ იმას უნდა რომ ის იყოს. იმის სახელი ისმოდეს და ბიჭო, თუ გინდა რომ შენი სახელი ისმოდეს, მაშინ უნდა იყო კავშირში ზეციურთან. შენ გაქვს ბატონ ჯოხაძეს აქვს ამის მონაცემები, მაგრამ მხოლოდ ექსტრემში უვითარდება, ექსტრემალურ მდგომარეობაში უნდა ჩავარდეს. რაღაცა განრისხდეს, ან დიდი რაღაცა ენერგიები დაემართოს, რომ აი ზეციურთან კავშირში და არ აკეთებს ამას. ამიტომ ზის წყნარად და არც უსმენს ხალხი, იმიტომ არ უსმენს, რომ თავის თავს კომფორტში ამყოფებს. არა და მისი მონაცემები ექსტრემალურ ვითარებაში, ანუ ის უნდა იჯდეს და 24 საათი აი ჩემსავით საუბრობდეს და საუბრობდეს, თუნდაც ამ კომენტარებს იღებდეს, არასწორ კომენტარებს და ამის გაძლებაზე მუშაობდეს, მაგრამ ეს მისი დავალებაა, თუ უნდა რომ ალაპარაკონ და მისი ხმა ესმოდეს ბევრს. გესმით? მაგრამ თავს არ იგდებს ექსტრემში. არ უნდა ზეციურთან კავშირი. ან ვერ უნდა, ან გონია რომ ეს დააზიანებს. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ყველამ თავისი მატრიცა კარგად უნდა იცოდეს, რომ არ ეგონოს, ეხლა მე რო ექსტრემში ჩავიგდო თავი, მე გული გამისკდება. არა, შენ რომ ექსტრემში ჩაიგდო თავი, შენ გულის პრობლემები მოგიგვარდება, მაგრამ შენ თუ ექსტრემში არ ხარ და მონაცემში გიწერია რომ უნდა იყო, მაშინ ამ მდგომარეობაში თავს რომ ნეტარებაში ამყოფებ, უფრო დაგაზიანებს. გესმის? ვიდრე ექსტრემი. ზოგს ექსტრემი აზიანებს, ზოგს კიდე ესეთი ნელთბილ მდგომარეობაში ყოფნა. ზოგი სხვის აზრებს ისრუტავს, ხვდება რომ კარგი აზრია და თავისად აქცევს. ხო, ნუ ეს სიხარბის მომენტია, რომ აი იმან მოისმინა, გაიგო და თვითონ ილაპარაკა და არ ახსენებს. ამიტომ მე ნახეთ რა გავაკეთე ეს რომ გავაცნობიერე დაახლოებით 10-11 წლის წინ. ჩემი ნაწერები, ხო? და ქრისტე რო წავიკითხე, ქრისტე რომ გავეცანი ქრისტეს სიტყვას, მე თქვი, აი ეს ჩემი ნაწერები, ავიღე და დავწვი ყველაფერი. რატო იცით? იგივე აქვს ქრისტეს ნათქვამი. და მე რა უფლება მაქვს, რომ მე უკვე ჩემს წინ ილაპარაკა ადამიანმა, ხო? ქრისტე იყო, ღმერთი იყო, მოგვაწოდა ის და მე ჩემად გავასაღო? ეს არის ქურდობა.
გესმით? ქურდობა. შენ თუ ღმერთმა მოგცა იმის საშუალება, რომ იმის წიგნი აიღო და წაიკითხო და ნახო, შენზე 2000 წლის წინ ადრე დაუწერია ამ კაცს და უთქვავს და მე მაინც დახურავ ამ წიგნს დადებ და შენად გაასაღებ ამ ინფორმაციებს. ქურდობა არის მეორე ვარიანტი. შენ ამ კაცის შესახებ საერთოდ არ გაგიგია და იგივეს საუბრობ. ეს არ არის ქურდობა, გესმის? პირიქით ძალიან სასიამოვნო განცდა ეგ, როცა სულიერ კავშირს გრძნობ იმ ადამიანთან და ხვდები ხოლმე რომ ჩემი სულიერი და ან ძმა ეს პიროვნება, ხო? აი ეგ არის თამარ, შენ გული გაქვს გახსნილი და მაგიტო. შენ აღარა გაქვს მიჩემების აი ეს მე მოხსნილი გაქვს ეგ პრობლემა რა და ვისაც ეს ჯერ არ აქვს მოხსნილი მე მომაქციეთ აღიარების პრობლემა ვისაც აქვს თავის თავში ის აუცილებლად განრისხდება შენ რო უკეთესი წარმატება გაქვს შენ რო იმის აზრებს ამბობ და შენ უფრო წარმატებული ხარ და ის ვერა აი ნახე ღმერთის თხოვს ასეთ ადამიანს რომ გაახსნას გული აღიაროს თავისი თავი მას თავისი თავი არ აქვს აღიარებული თავისი თავი რომ გქონდეს მას აღიარებული ის ხვის აღიარებას აღარ მოითხოვდა აღარ დაელოდებოდა სხვის აღიარებას და იქნებოდა იმაში ჰარმონიაში თავის თავთან გესმით ამიტომ იმუშავეთ თქვენი თავის აღიარებაზე არავინ სხვა არ უნდა გაღიაროთ თქვენ უნდა აღიაროთ თქვენივე თავი როგორც კი აღიარებთ თქვენს თავს მაშინვე და გაიხსნებით და გათავისუფლებით მაშინვე დაიწყებს გარე სამყარო თქვენს აღიარებას ადამიანს უნდა უხაროთ ეს პრობლემა დაბრკოლება და პირიქით სული სტაგნაცია იცი რა თამარ მე გეტყვი ახლა ზოგ ადამიანს ეს არ შეუძლია ანუ ისიც მატრიცის მონაცემებშია ზოგ ადამიანს უხარია წინაღობები იმიტომ რომ ის ხვდება რომ ეს ასწავლის მას და ეს არის მისი მასწავლებელი და ზოგ ადამიანს ეს აგრესიაში აგდებს იმიტომ რომ მენტალური ძალა არ ყოფნის არ მოსდევს და მენტალური ძალა მას თუ არ აქვს ყველაფერი აღიზიანებს ასეთი წინაღობები და შეიძლება მტარვალადაც გადაიქცეს ხდებით ანუ მწვალებელად მე ეკლესიურ მწვალებლობაზე არ მაქვს საუბარი მართლა სადისტად გადაიქცეს კი თამარ ან მაზოხისტად კი თამარ ჩემთვის მთავარი შედეგი და არანაირ არ მჭირდება პოპულარობა და პატივმოყვარეობა თამარ იცი რა პოპულარობა და პატივმოყვარეობა ეს არის ამ სისტემის ნაწილი და ღვთიურ განზომილებაში არის აღიარება აი ნახე როცა ადამიანს შეხედავს და აღიარებს გესმის მის ძალას აღიარებს მის ნაირობას აღიარებს ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ არის მაგრამ ყველა ადამიანს თავისი მონაცემები აქვს ყველა ადამიანს თავისი აი ნახე თევს ხეზე ასვლას ვერ მოთხოვ და კიდე თევს ევალება წყალში ცურვა და შენ თუ მოსთხოვ თევს ხეზე აძრეს დღეს სკოლის სისტემა რასაც აკეთებს ხო ის თევზი თავს იგრძნობს ამ ხეზე აძრომით დათრგუნულად იმიტომ რომ მას არ შეუძლია ხეზე ძრომა მას წყალში იმისთვის გასცდა რომ წყალში უნდა იცუროს და თუ შენ მას ამოიყვან წყლიდან და ეთქვი რა ეხლა შენ ხეზე უნდა იჯდე და აქ იცურო იძრომიალო რა თქმა უნდა თავს ვერ შეასრულებს თავის მისიას და იქნება კიდევაც დაბალ დონეზე დაყვანილი აბა მაიმუნი ჩაიყვანონ წყალში გაუსწრებს თევზს ვერა ხო ჩვენ უნდა დავინახოთ რომ თევზი თევზია მაიმუნია ლომია და ასე ყველას თავისი ადგილი აქვს არც ერთი ადამიანი ამ დედამიწაზე კონკურენტად არ გაუჩენია ღმერთს ყველა ადამიანი გააჩინა ღმერთმა თავისი საქმის საკეთებლად და ჩვენ გვინდა ყველამ ერთი საქმე ვაკეთოთ ჩვენ გვინდა ყველამ იმის საქმე ვაკეთოთ ლომის საქმე ვაკეთოთ გესმის და ლომი არ ახარ შენ ხარ თევზი შენ ხარ მაიმუნი შენ ხარ ხოჭო ვთქვათ ხო არც ხოჭო არც თევზი არც მაიმუნი და არც ლომი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან ისინი თავის საქმეს აკეთებენ და თუ ყველას ლომობა მოუნდა მაშინ კი ბატონო ხოჭო ვერ გადაასწრებს ლომს ვერც თევზი აჯობებს ლომს და ვერც მაიმუნი აჯობებს ლომს ლომი დარჩება ლომად და ის დანარჩენები კიდევაც თუ სისტემის მსხვერპლი არიან დაითრგუნებიან დაიბოღმებიან დაიჯაბნებიან და იქნებიან ესე არა ჰარმონიაში
თხადამგელი ერთად ზოვდეს ხომ არის ესეთი სახარებისეული გამოთქმა და შოთა რუსთაველის ვეფხის ტყავშანის სანშიც ხდება. თხადამგელი ერთად ზოვდეს რა გამოთქმა არის, იცით? როდესაც სამყაროში დედამიწაზე იყო სრული ჰარმონია, არც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იყო. ის ცხოველები, რომელსაც დღეს მტაცებელს უწოდებთ, ისინი ნახე რას აკეთებდნენ, მძორს ჭამდნენ. გარდაცვლილ ცხოველს, რომელიცაც იყო ტყე დაბინძურებული, იმას ასუფთავებდნენ. ამიტომ ყველას ჰქონდა თავისი დავალება, არც ერთი ერთმანეთს არ კმენდა, სიცოცხლეს არ ასალმებდა და ასე. შემდეგ სანამ არ შემოვიდა ეს სიბნელე, დიდი სიბნელე და ერთმანეთს კონკურენცია არ დაუწყეს, ფული ძირითადად, რამაც თლიანად სისტემა დაანგრია. და ფული ვინ შემოიტანა? ანგელოზებმა, ანგჰელიოსებმა, რომლებიც იყვნენ დედამიწაზე ადამიანთა მიპატრონედ დაყენებული და დაეცნენ. ამან შემოიტანა შემდეგ ფული. ეს მცნება ფული. მაგია, ფული, მეცნიერება. ეს სამი მცნება, რომელიც ანგჰელიოსებმა ადამიანებს გაანდეს, ამ სისტემამ ყველაფერი დაარღვია მე. ჯამში ლომი, მაიმუნი, თევზი, ადამიანი, ქვა, მაგი და სკამი თუ სხვა რამ ერთისაგან არის. აქ მხოლოდ შეზღუდული ცნობიერების ამბავია მატრიცის ხო? თავიდან მეც ასე ვიყავი, განვიცდიდი, როდესაც განსაცდელში ვარდებოდი. ეხლა პირიქით ვარ, მადლობას ვიხდი, რომ ყოველი ახალი გამოწვევით ვიზრდები და ვითარდები. ხო, განცა? კი, ანუ ეგრეა რა, ყველაფერი ერთიდან მოდის, ერთი სიტყვიდან მოდის. სიტყვამ განავითარა მე ეს მრავალფეროვნება და ყველამ უნდა თვითონ აი სიტყვა ნახე. სიტყვა არის ისეთი ძალიან საინტერესო ფენომენი. სიტყვის გამოთქმისთვის აუცილებლად ცნობიერში აცვლა გჭირდება. ცნობიერში ასვლას ვერ ახერხებს ადამიანის გარდა სხვა ცხოველი, გარდა აი თუთიყუშებისა და რაღაც ცხოველები ამბობენ სიტყვებს, კი, თუ ავარჯიშებ. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ იმათ გამოიგონეს ეს სიტყვა. სიტყვა მათ თავიანთი ენა აქვთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ენაზე საუბარი. რანი, წილი, მე, ენა. რწმენაზე საუბარი, ხო? აქ ურევია ენა, აუცილებლად ენა არის დომინირებს და როდესაც ენას შენ გამოიყენებ მახინჯურად, ხო? დამახინჯებულად და უკუღმართად. თუ გამოთქვა ანბანს პირიქით ბანანით, მაშინ ანბანს გადააქცევ ბანანად. გესმის? ბანანად და საჭმელად გადაიქცევა ის და თუ გამოთქვა სწორი მიმართულებით ანბანი, ხო და არა ბანანი, მაშინ ის შენ ცნობიერში აგიყვანს. ამაზეა მთელი საქმე. ნახე, მე არ ვიცი ახლა ნიკოლოზ ნარიმანთან მე იშვიათად დავდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც მოდის ჩემამდე ინფორმაციები და ნახე, ნიკოლოზ ნარიმანს უთქვავს, ყველაფერი უნდა მოვატრიალოთ. აი ესე ხელებით უნიშნებია, გესმის? ყველაფერი შემოსატრიალებელიაო. ამიტომ მოითხოვა მან ბანანი და მე რომ მივიტანე ეს ბანანი, ხო? და ჩავედი დაბლა კიბეებზე და ვთქვი, რომ მე თქვენ აქ გიჟები ხართ ყველანი, მე ვთქვი, ვინც ვერაფერი გაიგეთ აქედან რა ვთქვი. და მე უკვე იქიდან ცნობიერად ანბანი ამომქონდა. ბანანი კი აღარ მომქონდა ანბანის სახით. უკვე ვიძახდი რომ ანბანი აუტანეთ ნარიმანს და სანამ ეს ანბანი წარმოიდგინე ერთი სართული ჩავედი მარტო. ერთი სართულიდან ისევ მაღლა ასვლა ვეღარ მომახერხებინეს, აღარ ამიშვეს, დახიეს ეს ანბანი და თავზე გადმოგვაყარეს ყველას, გესმის? რატომ? იმიტომ რომ ბანანის ცნობიერებაში დარჩნენ ისინი. გესმის? მარტო პირი და კუჭის ცნობიერებაში დარჩნენ. როცა ვეუბნები რომ ანბანია, უნდა ავიდეს ეს ანბანი ნარიმანთან. ესე მომეცა მე ცნობიერში, ანბანი ამომიტანე. ხო და ანბანი არ მქონდა, ეხლა ბანანი კი აღარ მიმქონდა, როგორც განცხადებაში დაწერა. ეხლა უკვე ანბანი არ მქონდა მე და ამ ანბანზე კიდე ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, იმ ბანანში ჩარჩა, რითიც მიუტანე.
როგორც მიუტანე, რა სიტყვებითაც მიუტანე, ბანანი მოგიტანეთ მეთქი და ფურცლები გადავაწოდე და ამაზე ხალხი დაიწყო სიცილი, რაღაცა დებილობები, ეს რა ქვია, თქვენ თუ გაიგებთ მეთქი, ესე უთხარი, კი ბატონო თქო, ნარიმანს და ამაზე როგორ აკადრე ის და ეს წადით მეთქი თქვენი თავი არ მაქვს ხა, თქვენ გამოშტერებულ თავებში კიდე ახლა ვიყვირო და ისე გაგაგებინო თქო და მოკლედ ერთი სიტყვით ბანანში დარჩნენ ის საზოგადოება, ვინც ვიცარება ვეღარ დაინახა, რა მოხდა და ეს ანბანიც დახია მერე კიდევაც. აქ რატომ მოხდა ეს იცით? ცნობიერში მე რომ ჩავედი დაბლა, ყველაზე ბოლოში იდგნენ ცნობიერი ხალხი. რატომ იცით? ყველაზე ბოლოში რომ ჩავედი და რიგი მთავრდებოდა, აქ უკვე მე ადამიანები დავინახე. და ამ ადამიანებს დავუწყე საუბარი ამ ანბანზე, გესმით? და ეს ადამიანები დიალოგში შემოვიდნენ ჩემთან. გაიგეს რას ვსაუბრობდი და დააინტერესა და თვითონაც აქეთ მომაწოდეს კიდევაც ახალ-ახალი იდეები ამ ანბანთან დაკავშირებით, გესმის? აი მაგალითად ენერგზე. ენერგია თვითონ ენერგია. ხო? ეს თუ გესმით, რასაც ნიშნავს, ძალიან მაგარი რაღაცა გესმით. ხო. და როდესაც ენერგია მომაწოდა მე იმ ადამიანმა, ვისთანაც მე ანბანი ვითომ და ანბანით ავდიოდი მაღლა ბანანით. ამ ადამიანსაც ქონდა ნერგი. მე ბანანი მქონდა, ამას ნერგი ქონდა. გესმით, აი ძალიან საინტერესო რაღაცები ხარ. ეს არის იქ მაღლა კონკურენტად აღმოჩნდეს მე ხალხმა. იმიტომ რომ იმან ვინც ანბანი დახია, იმას ძალიან კარგად ცოდნია თურმე ამ ანბანის შესახებ და მე გავარკვიეთ რომ ეს ბეჭდავს კიდევაც ანბანს, ერკვევა კიდევაც ძალიან კარგად იცოდა რაც მქონდა ხელში, მაგრამ მაინც თავზე დამახია, გესმით? თავზე კი არ დამახია პირდაპირ მნიშვნელობით, ის მაღლა იდგა და მე სულ დაბლა ვიდექი, ეს ანბანი გადავაწოდეთ. მაგას კი არ ნიშნავს რომ თავზე დამახია. უბრალოდ დახია და გადმოყარა, გესმით? და მაგას ნიშნავს რომ თავზე გადმოგვაყარა ჩვენ ქართველებს ეს ანბანი. და თვითონ გარეგნულად არის ყაზახისტანელიდან რაღაცა ურევია სისხლი რა. ქართულ საუბრობს, ქართული ანბანი ძალიან კარგად იცის, მაგრამ ხვდებით, ვიღაცა სხვამ ჩვენ ქართველებს, რომლებიც ბოლოში ვიდექით, სულ ბოლოში რო ვიდექით, თავზე გადმოგვაყარა ჩვენი ანბანი. ჩვენივე მიწოდებული ანბანი. იქაც სხვადასხვა ხალხი ყოფილა, კი. მოკლედ წავედი ახლა მეგობრებო, მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე, დამიკავშირდით და თუ დღეს ან ხვალ ან ზეგ ვერ მოვახერხე, აუცილებლად მოგწერთ მე, დაგიკავშირდებით, პირადში მომწერეთ, თუ გინდათ მესენჯერში ვინც მომწერთ, მესენჯერში დაგიკავშირდებით, ვინც ტელეფონის ნომერი ჩემი ყველგან წერია YouTube-ზეც და Facebook-ზეც. შეგიძლიათ ტელეფონის ნომრითაც დამიკავშირდეთ მონაცემებში. შედით და ნახავთ. და კომენტარებშიც მიწერია მე ჩემი ტელეფონის ნომერი არაერთს მივწერე და ჩემი Facebook-ის ლინკიც არაერთს მივწერე და ამიტომ კომენტარები წაიკითხეთ ხოლმე და იქ ნახავთ ჩემს მონაცემებს, ყველას რო ცალ-ცალკე არ გწეროთ, ახლა რო აი აქ დამიკავშირდით და იქ დამიკავშირდით თქო და ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან კმაყოფილი დარჩა გუშინ და გაერკვა ბევრ რამეში და ისედაც გარკვეული იყო, მაგრამ აი კომუნიკაცია მაინც სხვა რამეს ნიშნავს, მეგობრებო. მზია იქ ძალიან ბევრი მიგზავნილიაო, ხო? ნუ ეგენი არ მაინტერესებს მე ვინ რა როგორ მე სხვანაირად ვიღებ ინფორმაციებს და არ მაქვს იმათთან შეხება საერთოდ. რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, ხანდახან ვეკონტაქტები, ხანდახან არა, რომც არ ვეკონტაქტებოდე, დაჟე აი იმათ წევრებინა, ხო, საიდან და ვინ გეუბნება არ ვიცითო, მაგრამ იმას აკეთებ, რაც აქ ხდებაო რა და არავინ პირი არ მეუბნება ამას, მე თავისთავად აი სიხშირეზე გრძნობრად ხდება და იმას ვაკეთებ. ხვდებით? სიხშირეზე ვარ, ერთ სიხშირეზე. მეცნიერმა კახაბერჭელიძემ წიგნი გამოსცა, სადაც ძველი ქართულ ანბანში დნმ ჩასვა. კახაბერჭელიძემ? ვნახავ აბა მაგას, თუ ვიპოვე ეგ წიგნი. კაი, მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა. გისურვებთ საუკეთესო დღეს. და თუ ვერ ჩავწერე ლაივი მანამდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩავწერ. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. აბა კარგად.